ხშირად მხდება პრაქტიკაში ადამიანები, რომლებსაც შინაგანად სურთ, რომ ყველასგან მიღებული იყვნენ, ყველას მოსწონდეთ. და გეტყვით ერთ კარგ რამეს. კლოუნი მთლიანად მისი არსი და არავის არ აინტერესებს. ყველას უნდა მხოლოდ მისი ის ნაწილი, რომელიც ჩვენს სიცილს და კარგანწყობას გვიქმნის. ასეა ადამიანებთან ურთიერთობაშიც. მათ სჭირდებათ მხოლოდ შენი ის მხარე, რომელიც მათთვის გამოსადეგია. არავის აინტერესებს შენი მთელი შიდა სამყარო. ყველა შენი ნაკლი, ღირსება, ფიქრი და გრძნობა. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც რესურსი. და სანამ ამ სიტყვებზე გაღიზიანდები, დაფიქრდით. შენ ზუსტად იგივე საკეთებ. როცა ტაქსში ჯდები, შენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძღოლმა კარგად და უსაფრთხოდ მიგიყვანოს დანიშნულ ადგილზე. მისი შინაგანი სამყარო საერთოდ არ გაღელვებს. ურთიერთობაშიც ასეა. შენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის პარტნიორის თვისებები, რომლებიც შენ სიმშვიდეს და კომფორტს გაძლევს. გაცვეთილი ფრაზა, რომ მიგიღებ ისეც როგორიც ხარ, მოქმედებს მხოლოდ მანამ, სანამ რაღაც ისეთი არ გამოჩნდება, რასაც ვერ ეწყობი ან ვერ იტან. და შეგვიძლია უსასრულოდ ვიბრძოლოთ ამ სიმართლის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრად უფრო მომგებიანია უბრალოდ ვაღიაროთ. თავარი ადამიანი, ვინც ბოლომდე უნდა გაღიაროს და მიგიღოს, შენ თვითონ ხარ. რადგან ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი დაკარგო, ურთიერთობები, სიტუაციები, ნივთები, მაგრამ საკუთარ თავს ვერავინ წაგართმევს. როცა შეწყვეტ, რომ ველოდო, ვინ როგორ გაგიგებს, მიგიღებს, ვინ დაგაფასებს და ვინ შეამჩნევს შენ შინაგან სამყაროს, ამ დროს ხდება ორი რამ. პირველი, ჩნდება თავისუფლება, რადგან აღარ ხარ დამოკიდებული სხვის რეაქციებზე. მეორე, ნებისმიერი ადამიანის ნამდვილი, გულწრფელი ყურადღება და სითბო ხდება შენთვის ბევრად უფრო ძვირფასი. თუ გინდათ სიმართლე, არავინ არის ვალდებული შევიდეს მთლიანად ჩვენს მდგომარეობაში. ეს შენი მდგომარეობა და სწორედ შენ უნდა შეხვიდე მასში. ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილი აი აქ, შენში არის. დანარჩენი ყველაფერი ბენეფიტებია. ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს, რომ ურთიერთობაში უნდა ვიყოთ რეგვენთან, ნარცისთან, უემპათიო ადამიანთან. ეს ნიშნავს, რომ სავსეობა უნდა მოდიოდეს შიგნიდან და არ ვიყოთ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. თორე დავიტანჯებით. ხოლო პარტნიორში კი ვეძებოთ ის, რაც ჩვენთვის სასურველია და ილუზიებით არ მოვიტყოლოთ საკუთარი თავი, როგორც ხშირად ამას ადამიანები ვაკეთებთ.